მოგესალმებით მეგობრებო, გიგა გორჯელაძე და გიორგი გურჩიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია კამერტონის საქართველოს სამსახურში. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ემსახურება იმას, რომ გვინდა განვიხილოთ ახალი ნარკოპოლიტიკა, ის სამართლებრივი ასპექტები და შედეგები, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან მალე შემოაბიჯებს და რაც უკვე კანონის სახით დამტკიცდება. კი ბატონო, მოგესალმებით მეგობრებო. ახლა რა ინფორმაცია გვაქვს იმას გაგიზიარებთ? მოკლედ, პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ ახალმა ნარკოპოლიტიკამ სრულებით შეცვალა პარადიგმა და თუ აქამდე ვამბობდით, რომ ბევრ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ქართული სისხლისამართლის კოდექსი იყო შედარებით უფრო მეტად ჰუმანური და ლიბერალური, ახალი ცვლილებებით ძალიან მკაცრდება სამართლებრივი სანქციები, მაგალითისთვის რომ რამაც არ გაამართლა. ხო, რამაც ჩვენ გვქონდა ასეთი ძალიან მკაცრი სისხლისამართლის პოლიტიკა არც ისე შორეულ წარსულში, რამაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა, ნუ ნახოთ როგორი მიდგომებით დახასიათდება ეს ცვლილებები. მოკლედ, პირველი აღსანიშნავი არის ის, რომ განსაკუთრებით მკაცრდება გაყიდვისთვის და ასევე გასაღებისათვის სისხლისამართლებრივი სანქციები, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვის და გასაღებისთვის უკვე სანქცია გათვალისწინებულია 12-დან 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთით. ეხლა წინა რედაქციით ამ დანაშაულებებზე უმაღლესი სანქცია იყო 10 წელი. ამჟამად მცირე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაზე ან გაყიდვაზე, ნუ გაყიდვა ცალ-ცალად ცხადი არასდროს ნიშნავს, გასაღებად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად შუქებაც კი, ხო? უმაღლესი სანქცია იყო 10 წელი, თუმცა ამცვლელობით, პრაქტიკულად უმაღლეს ციფრებსაც გაეთამაშა ეს სანქცია, იმიტომ რომ 12-დან 16 წლამდე და უადო, ძალიან მაღალი სანქციაა. ამასთანავე, განსხვავებული მიდგომა ყალიბდება ყველა ამბიციით მარიხუანასთან დაკავშირებით. მარიხუანა გულისხმობს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იგივე იგულისხმება რა თქმა უნდა არა მოხმარებაზე, არამედ გასაღებასა და გაყიდვაზე და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანას შედარებით უფრო მსუბუქი დამაზიანებელი ეფექტიდან გამომდინარე სამართლებრივი სანქციის თვალსაზრისით კანონმდებელმა განსხვავებული მიდგომები შემოგთავაზა. 3-დან 6 წლამდეა გასაღება, მარიხუანას 12 წლიდან არ იწყება? 3-დან 6 წლამდეა. მარიხუანას გასაღება ეს რედაქცია შემოგთავაზა კანონმდებელმა. ისე გია შენ რას ფიქრობ მარიხუანასთან დაკავშირებით? მარიხუანა პირველ რიგში მე რას ვფიქრობ, იცი? ამ ლიბერალურმა, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკამ ბევრი ადამიანი შეაჩვია, ამდენი ორი თაობა გაიზარდა, ასე რომ ვთქვათ, რომ შეიძლება ასე რომ მოწევა ხალხს, ახალგაზრდას მე ახლა რასაც უყურებ, ყველა ეწევა, ბევრი ეწევა, ასე რომ ვთქვათ და თავისთავად არ მინდა რომ ასე ზოგადად ხელად შეიცვალოს პოლიტიკა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ასე მგონია რომ ბევრი ადამიანი შეიძლება დაზიანდეს, იმიტომ რომ ახლა მე რასაც ხედავ საქართველოში არა აქვს ფული რომ შეიძინონ, ერთმანეთს ურეკავენ, აგროვებენ, ასე რომ ვთქვათ, ფულს და ეს იგივე გასაღება გამოდის ერთმა ადამიანმა რომ დაურეკოს, მეორეს რომ უთხრა რომ 100 ლარი დავიმატე, იმიტომ რომ უნდა ვიყიდოთ, უკვე გამოდის რომ მაგან მიყიდა. ხო ასე გამოდის? მე ასე მესმის, შენ არ გესმის ასე? კი ბატონო, გასაღება უფრო სხვა სტილი ამ შემთხვევაში, თუ სამართლებრივად განვიხილოთ, შეიძლება ეს იყოს დანაშაულში დახმარება, მომზადებაში გააჩნია რა ეტაპზე იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, დანაშაულებრივ ხასიათს ეს ქმედებაც ატარებს იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანმა, ვინც ფულს იცავს, იცის, რომ კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იქნება ეს თანხა გამოყენებული და განზრახ ამას აკეთებს და ეხმარება ამ შემთხვევაში. მაგრამ ვის თანხა მიიღო, გამოდის, რომ მან შეაგროვა ეს თანხა, თითქოს მაგი ყიდის გამოდის, გასაგებია რომ აგროვებს. ესეთ რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ასეც განიმარტოს. ნარკორეალიზატორებსაც შევეხოთ, ხო? კანონი ძალიან მკაცრდება ამ თვალსაზრისით. ეგრეთ წოდებულ ბარიგებზე. მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს სწორია. კი ბატონო, მეც აბსოლუტურად გეთანხმები და ეს მძიმე სამართლებრივი სანქციები რაღაც თვალსაზრისით დიდ იმედს მიტოვებს, რომ შეიცვლება ეს ტენდენცია და კანონი რეპრესიასთან ერთად რაღაც თვალსაზრისით შემდგომ პრევენციასაც მოახდენს. ასევე საინტერესოა დამატებითი სამართლებრივი სანქციები, რომელსაც მეტნაკლებად არ იცნობდა სისხლისამართლის კოდექსის ეს თავი. 2025 წლის 1 ივნისიდან ვისაც დაუდასტურდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება კრიმინოლოგიური შემოწმების საფუძველზე თავისთავად ცხადია, ახალი სამართლებრივი სანქციები განისაზღვრება, რაც არის პირველი 3 წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, 5 წლით
აიკრძალება საჯარო სამსახურში მუშაობა, აიკრძალება ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მომსახურების გაწევას, იგი მუშაობა და ამავე ვადით ჩამოერთვება იარაღის ტარების უფლება და ქონის უფლება. ეს მძიმე ნარკოტიკებზე იძახი? კი, სამი წელს ბოდიში აი 3 წელს რო ამბობ ეს თუ საჭესთან იქნება თუ ასე ფეხით მიდის და არა, ნახეთ. არის შემთხვევები, რას იცავს ამ შემთხვევაში კანონი. არის შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ ადამიანები ხდებიან საჭესთან. და ეს არ არის აუცილებელი, რომ უშუალოდ პოლიციამ და სამართალდამცავ ორგანოებმა საჭესთან წაასწრონ. თუ ხართ აქტიური მომხმარებელი, თქვენ ამ შემთხვევაში ქმნით ეგრეთ წოდებულ აბსტრაქტული საფრთხის შემქმნელ დელიქტს. თქვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა და თქვენს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ქმნის აბსტრაქტულ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. გამომდინარე აქედან, უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას დაიდენტიფიცირება ამ ადამიანის და დაკავებას არის მართვის უფლების ჩამორთმევა არა მარტო ამ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული მთელი რიგი დანაშაულებები, სატრანსპორტო დანაშაულებების, რასაც უწოდებთ, სადაც ასევე დამატებითი სანქციის სახით არის გამოყენებული. შესაბამისად, ეს რაღაც თვალსაზრისით know-how არის. განსაკუთრებით საინტერესო ამ შემთხვევაში პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის აკრძალვა, ნახოთ რა ტენდენციები იქნება, დიდი ყურადღებით დავაკვირდები მე პირადად ამ მიმართულებით როგორ განვითარდება პრაქტიკა. ასევე ერთი საინტერესო სიახლეა, რასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს აუცილებლად შენი აზრი, გია, მოკლედ კანონში გაჩნდა ასეთი ჩანაწერი, რომ თუ პოლიციელი, ობიექტური ქმედებებიდან გამომდინარე დაასკვნის, რომ თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ, მას ენიჭება უფლებამოსილება მოგთხოვოთ თქვენ შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და ტესტირება. ტესტის ჩაბარება. რა თქმა უნდა, ამ ტესტირებაზე უარის თქმის უფლება გაქვთ თქვენ იმ მომენტში, იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციის მიერ შესაბამისი მითითების მიცემიდან 8 საათში თქვენ უნდა გაიაროთ ტესტირება შესაბამის ნარკოლოგიურ ორგანოში, დამოუკიდებელ ნარკოლოგიურ ორგანოში და 24 საათის ვადაში შესაბამის ორგანოებს უნდა ჩააბაროთ ეს ტესტი, იმყოფებოდით თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ამ შემთხვევაში, პირველ ჯერზე შეუსრულებლობა ითვალისწინებს 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას, ან შეიძლება გათვალისწინებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობაც და გამეორების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სისხლისამართლებრივი სანქცია. აი, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია, რამდენად შეიძლება სწორი იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტურია ეს მიდგომები? აი პრაქტიკაში ვერ გეტყვი ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ ეს თუ არის ეგრეთ წოდებული ძიმე ნარკოტიკებზე, ხო, რამდენი ხანია ჩვენებს არ ვიცი, აი მაგალითად ეგრეთ წოდებული მოსაწევი რო ეთქვია, ხო? კანაბისი. ხო. თუ ხშირად ეწევი მაგალითად კვირაში ეწევი ყოველდღე 40 დღეა. 40 დღე აჩვენებს ეს ხშირ, მაგრამ დღესდღეობით რა კანონია, იცი? აი მაგალითად მე არ შემიძლია საჭესთან დავждე 8 საათის განმავლობაში თუ მაქვს მოწეული, არ შემიძლია საჭესთან დავждე. როგორც მე ვიცი, პოლიციელებს აქვს რაღაცა გერმანული ტესტი, სადაც ასე რო ვთქვათ, ენით თუ რა ქემა, ნერწყვით უყურებენ და 8 საათის უკან თუ გაქვს მოწეული, ხო? პრობლემა არ არის, გიშვებენ, მაგრამ აქ რა იცვლება, არ ვიცი, დღესთან დავრეკეთ მე და შენ ერთად, მაგრამ ვერ გვიპასუხეს ამაზე და ამას კიდე გავიგებ და მოგაწოდებთ ამ ინფორმაციას. თორემ თავისთავად საჭესთან რო არ დაждდე პირველ რიგში ხო გასაგებია, იმიტომ რომ აქ საფრთხეს არა მარტო შენ თავს, არამედ მერტმა არქნას რაღაცა რომ მოხდეს ვიღაცას რომ გაუფუჭო ცხოვრება, ეს საშინელება მაშინ ძალიან დიდი მე არ მეხოდი არც ნასვამი ადამიანი როა საჭესთან არც ნარკოტრობაში როა, იმიტომ რომ ეს ერთიდაც არ არის სწორი, არ არის არც ერთ მაშინ არ ჯდება და სამწუხაროდ ბევრი ჯდება საჭესთან და არის ბევრი სამწუხარო შემთხვევები. კი ბატონო. მოკლედ გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, გაგვეანალიზებინა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. ამ სახელმწიფო სტრატეგია, ჩემი შეფასებით საკმაოდ პროგრესულია, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. პირველ რიგში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპზე სახელმწიფო
დარწმუნდა და შეთანხმდა იმ აზრზე, რომ რეპრესიას დასჯას და ძალმომრევობას სჯობს წინასწარი პრევენცია და შემდგომი რეაბილიტაცია. ამ მიზნებიდან გამომდინარე სახელმწიფო სტრატეგიაში არის გაწერილი ორი ჩემი შეფასებით ურთიერთგამომრიცხავი პასაჟი, რომელსაც მეტი კონკრეტიკა სჭირდება. პირველი ეს არის, რომ სახელმწიფო აღიარებს და ამბობს, ციტირებ, პაციენტს უნდა ჰქონდეს მკურნალობა რეაბილიტაციის დროულად მიღების შესაძლებლობა, შესაბამისი სერვისები უნდა იყოს ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. ანუ სახელმწიფო აღიარებს და ამბობს, რომ დროული მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა პაციენტისათვის, ამავდროულად ეს მკურნალობა უნდა იყოს ფინანსურად და გეოგრაფიულად შესაბამისი და მარტივი. ეს ბოდიში ეს რას ნიშნავს? აი მაგალითად მე არ მაქვს საშუალება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩემი რეაბილიტაცია. ამ დათქმიდან გამომდინარე შეიძლება ასე მარტივადაც განმარტოთ, თუმცა სხვათა შორის არის ასეთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, ოდნავ თემასაც რო გადავუხვიოთ, რომ რაღაც თვალსაზრისით სოციალური გარანტიების მიცემა სახელმწიფო სრულებითაც არ ავალდებულებს, რომ ეს სოციალური გარანტიები მთელი საზოგადოების მასშტაბით უზრუნველყოს. ანუ სახელმწიფო ჩვენი კონსტიტუციის მიზნებიდან გამომდინარე არ არის, რომ ასე თანხა ჩამოურიგოს ყველა. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ნიადაგი, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანებს დიდ უმრავლესობას ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებები. ამიტომ ამ პასაჟის განმარტება მრავალმხრივად შეიძლება, სამართალით ზოგადად ხო არ არის, რომ თქვა ზუსტი მეცნიერება, რომ მხოლოდ ერთი რაღაც იყოს 2x2 4. ამიტომ ბევრი თეორეტიკოსის განსხვავებული მოსაზრება. ასევე ბონუსად ვიტყვი, რომ არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური ნორმა სრულებითაც არ ავალდებულებს სახელმწიფოს დააყაროს ფაქტობრივი თანასწორობა. ისევ იგივე ლოგიკიდან გამომდინარე დაგვიხსენით ჩვენ გლეხოს. ეს პასაჟი როგორ განიმარტება, რომ დროულად მიღება, რა თქმა უნდა, სერვისები ფინანსურად და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ფინანსური ხელმისაწვდომობა გულისხმობს იმას, რომ შენ სახელმწიფოში უნდა გქონდეს ისეთი სერვისები, რომელიც არ იქნება ძვირი, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ექნება იმისი შესაძლებლობა, რომ რამოდენიმე ვარიანტს შორის მისთვის სასარგებლო და ყველაზე ოპტიმალური ვერსია აარჩიოს და ამავდროულად, რა თქმა უნდა, სოციალური დონეც აქედან გამომდინარე უნდა იყოს შესაბამისი, იმიტომ რომ ამ გამოწვევებს პასუხობდეს. გამომდინარე აქედან სახელმწიფო ვალდებულია, რომ რაღაც თვალსაზრისით თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ არა სრულებით. მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაა. კი, ნახეთ, აი ჩვენ გვაქვს სტატისტიკა ამ მიმართულებითაც, მაგალითად, ისევ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში 2012 წლისთვის არსებობდა 4 სამკურნალო სტაციონალური დაწესებულება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მკურნალობას, 3 იყო თბილისში და 1 ბათუმში, აი ეს დავიმახსოვრეთ და დაუბრუნდებით აუცილებლად და აი უფასო მკურნალობასთან, მისაღებ მკურნალობასთან დაკავშირებით, ფინანსურ პრინციპთან დაკავშირებით წერია, რომ 2011 წელს ქვეყნის მასშტაბით ესე იგი იყო 4 კლინიკა, 270 პაციენტი და 80-ის მკურნალობა დაფინანსდა მხოლოდ. ამიტომ ეს რაღაც სახელმწიფოს მხრიდან 200 რამდენი ადამიანი მომიმართა 270 ადამიანიდან 80-ის შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება. ჩემი გაგებით ეს პრიორიტეტულ პროგრამაში არა აქვს სახელმწიფო. ხო, ამ ეტაპზე შეიძლება ასე ჩაიგოს. ექიმი რო ყავდა ჩვენ, ხო, ნარკოლოგი რო ყავდა, იმან სხვა სტატისტიკა თქვა ამაზე უარესი. აქ 30% მაინც დაახლოებით ასე რო ვთქვა. კი, ასევე ეს ფინანსური პრინციპი თავისთავად ცხადია გასათვალისწინებელი ფაქტორი. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი, რაზეც სხვა შორის ჩვენ რამოდენიმე პოდკასტში ხაზი გავუსვით ამ ყველაფერს, ეს გეოგრაფიული მდებარეობა, ხო, მდგომარეობა. გეოგრაფიულად უნდა იყოს ხელმისაწვდომელი სახელმწიფო საკუთარ სტრატეგიაში ამბობს და ამავდროულად თვითონ განმარტავს, რომ ქვეყანაში არის 4 სტაციონალური დაწესებულება, რომელსაც უფლება აქვს, რომ მოემსახუროს პაციენტებს, 3 არის თბილისში და 1 არის ბათუმში. ეს თან განმარტავს, რომ აუცილებლად ეს პრინციპის ისევ დაიკითხა ეს პრინციპი ახლა გასაგებია იყოს. პაციენტს უნდა ჰქონდეს მკურნალობა რეაბილიტაციის დროულად მიღების შესაძლებლობა, შესაბამისი სერვისები უნდა იყოს ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. გეოგრაფიულად, ჩვენ გეოგრაფიულად განმარტავს. მეორე მხრივ სახელმწიფო განმარტავს, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მხოლოდ 4-ია და ამავდროულად მეცაც ვიტყვი სახელმწიფო სტრატეგიაში თვითონ სახელმწიფო ამბობს,
შემდეგ რამეს რომ ქვეყანაში არ არსებობს პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები, ანუ სოციალურ, საგანმანათლებლო და სამედიცინო ფსიქოლოგიური ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების დაწყების თავიდან აცილებას და არ არის დანერგილი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. ჩემი აზრით ეს ძალიან პროგრესული დანაწესია. ეს ცოტა უფრო გაშალეს ახსენე უფრო იულად სახელმწიფო ამბობს, რომ არ არის ქვეყანაში ამ ეტაპზე შექმნილი ისეთი მდგომარეობა. მე მესმის ეს. ხო, ანუ თვითონ აღიარეს. ხო, აღიარეს. და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს დოკუმენტი. მაგრამ კანონად აქვს აუცილებლად უნდა იყოს რეგიონშიც. კი, ნახეთ. ეს ზოგადად ეს სტრატეგია გათვლილია 2030 წლამდე, 2023-30 წლების არის, ანუ 2023 წელს დაიწყო ამაზე ყურადღების გამახვილება და ალბათ რაღაც თვალსაზრისით ამ სტრატეგიის მიზნებიდან გამომდინარე მკაცრდება ნარკოპოლიტიკა, ანუ ეს რაღაცა დღეს მოგონილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ 2023 წელს არის ამაზე მუშაობა დაწყებული და 2030 წლისთვის უნდა იყოს დამთავრებული ეს სრული პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო თვითონ ამბობს რას, რომ არ არსებობს ამ ეტაპზე სახელმწიფოში ისეთი როგორ ვთქვათ, მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების წინასწარი პრევენცია მოხდეს და ამ პრევენციისთვის რა ხდება, ხო? უნდა იყოს რაღაცა სამედიცინო ფსიქოლოგიური ღონისძიებათა კომპლექსი. თან თვითონ განმარტავს, რაც ძალიან კარგია ასე, ხო? არ არის დანერგილი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, არ არის ინსტიტუციური მექანიზმები, სოციალური მექანიზმები, საგანმანათლებლო მექანიზმები. ანუ ეს ყველაფერი რომ არ არის და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ამაზე თვითონ სახელმწიფო სტრატეგიაში არის ყურადღება გამახვილებული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე მაგრამ ასე ხო, წუხს, მაგრამ ასეა. ხო. ბოდიში ესე იგი გლეხურად რო ახსენე როგორც ყოველთვის გლეხურად ადამიანი მაგალითად არის მესტიაში, სტეპანწმინდაში, სირნახში სიტყვაზე და უნდა, მართლა უნდა რომ განიკურნოს, აი მართლა უკვე დაიღალა უკვე ნარკოტიკის, მაგრამ არ აქვს საშუალება რომ წამოვიდეს სადმე ფასიანში ან სადმე თბილისში, აი უფასოც რომ იყოს, ხო, მაინც თანხასანაა დაკავშირებული, წამოვიდეს თბილისში. ესე იგი ეს კაცი არის დაუცველი. მე ასე მესმის ეს ყველაფერი, სწორი ხო? ჩვენი მიზანიც ხო ეს იყო. ჩვენ რამოდენიმე პოდკასტის წინ ჩავწერეთ აი სარეაბილიტაციო ცენტრში, როდესაც ვიყავით და იქიდან ინფორმაცია გამოვიტყოვეთ, ხო? რომ მეგობრებო, თუ თქვენ გინდათ რომ მიხვიდეთ სარეაბილიტაციო ცენტრებში და თქვენ მიგაჩნიათ რომ თქვენი უფლებები რაღაც თვალსაზრისით იქნება დარღვეული და ამავდროულად თქვენ არ აგაქვთ იმისი შესაძლებლობა რომ მიხვიდეთ საკუთარი თავის როგორ ვთქვა ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ საკუთარი თავის პატრონები იყოთ და თქვენ თვითონ მიხვიდეთ საკუთარ თავს, ხო? მოგმართეთ, ჩვენ ახლა არ აგვაქვს არც ფინანსები, არც განსაკუთრებული დიდი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ კომპეტენციის ფარგლებში ჩვენ ვცდით რომ გიშვამდგომოთ ყველა აქტორთან, დაგეხმაროთ და თქვენი მიზანი რომ თქვენ ერთხელ და სამუდამოდ დაანებოთ თავი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეგვიძლია აი ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. კი, თან მით უმეტეს სასულიერო პირებთან მქონდა შემოაბარაკი და თუ იქნება მაგისი თქვენ მხრიდან რა ვიცი, გახსნილობა რომ დაელაპარაკოთ სასულიერო პირებს მაგის საშუალებასაც მაგის საშუალებაც გვაქვს, სადმე კელიაში თუ იქნება საჭირო რომ ვხოვოთ, ხო, ყველანაირად შეგვიძლია დაგიგეთ. ნუ ახლა თავისთავად გიგამ აღნიშნა რომ ჯერ არ ვართ ისეთი ძლიერები ფინანსურად რომ მეტი დაგეხმაროთ, მაგრამ რაღაცნაირად მივდივართ წინ და იმედია ხვალდაზე უფრო ძლიერები ვიქნებით და უფრო კარგად დაგეხმარებით. ჩვენი მთავარი ინტერესი არის რომ რაღაცნაირად ჩვენი სიყვარული და ჩვენი რაღაცა ერთი სუფთა გული დავდოთ. ფათოშორის ამ მიმართულებაზე გეტყვით რომ აი ეხლა რაც ვთქვით რომ ქვეყანაში ისევ სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში რაც წერია, ხო, 2023 წელს მიღებულში. რაც აი აქ წერია და რასაც სახელმწიფო აღიარებს რომ არ არის ვთქვათ სხვადასხვა მექანიზმები, საგანმანათლებლო, სამედიცინო, ფსიქოლოგიური დაწესებულებები და სერვისები და ღონისძიებები. ჩვენი ინიციატივა რომლითაც გვინდა რომ მივმართოთ კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებას გრანტის გამოყოფის მიზნით. ხომ მას ემსახურება? ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ დაახლოებით ერთკვირიანი ლექცია სემინარები მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც ახალგაზრდებს ესაუბრებიან სწორედ იქ, სადაც ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია, რამავნე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. და ჩვენი ამოცანაც არის სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სახელმწიფო აღიარებს ერთია, მაგრამ ეს
ჩვენ მოქალაქეების პასუხისმგებლობაცაა, ჩვენ ეს ქვეყანა ხო ჩვენია, საზოგადოება ჩვენია, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და თუ რამე შეგვიძლია რომ რაღაც თვალსაზრისით უკეთესობისაკენ შევცვალოთ, სწორედ ამას მემსახურებით ჩვენ ძალაერთობაშია. რა თქმა უნდა. თავიდანვე ვიძახი მე ისე აღნიშნავ რომ ეს რამ მიგვიყვანა აქამდე, იმიტომ რომ მართლა ჩვენ სრულად ვხედავთ რომ რამდენი ადამიანი არის ასე ცუდ მდგომარეობაში სიყვარულის გარდა სხვა არაფერი არ გამოძრავებს. თავისთავად თან მივდივართ წინ რაღაცებს ვაკეთებ და იმედი გვაქვს რომ მეტი და მეტი შესაძლებლობა გვექნება ხვალდაზე. კი ბატონო. მაგრამ ეს ისე თქვა მინდა, იცი? აი, ჩვენ ვლაპარაკობდით ახლა ჩვენ მურათით როგორც ყოველთვის ეს რაღაც ასე მიტრიალებს თავში. აი სახელმწიფო გეუბნება რომ არ გააკეთო, ეს არის ცუდი, მაგრამ ამისთვის ბევრ რაღაცას ვერ თავაზობს, ხო? ვერ თავაზობს და ესეთი რაღაცა მომივიდა თავში, როგორც თბილისში გუშინ წინ გეწუწუნდე რომ ეს სადაც არ დავაყენე მანქანა, ყველგან ჯარიმას მიწერ, იმიტომ რომ არა, მანქანა დასაყენებელი არ სად და ესეთი რაღაცა. მოიგონოს ეს ჯარიმები ადგილი არ არის. ხო და ეს არა, ქვემოს გაჯარიმებენ ყველგან, ასე აქაც, ხო? კი, კარგია ეს რომ კანონები შემოაქვთ, მაგრამ თავიდან გააკეთე ესეთი რაღაცა, რომ მეტი ადამიანის დარღვევა არ გახდეს საჭირო. ხო, კანონის დარღვევა არ იყოს საჭირო. ხო, მაგალითად ძალიან ცუდია რომ ეს ნარკოპროგრამა რომელიც ჩვენ რა ქვია ნარკოპროგრამას უდადიან მეტადონის პროგრამა რო ეს ძალიან სამწუხარო ბევრი ადამიანი მიდის. იქაც გაშვებილია როგორ არის, იცი? მე გავაკეთე, მაგრამ ეს მეტადონის პროგრამა რა ყოფილა თურმე? ადამიანმა დოზა უნდა დააკლოს ნელ-ნელა რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, მაგრამ როგორ არის, იცი? გააკეთეს რომ ну ხომ მაგაკეთებული ეს მეტადონის პროგრამა, მაგრამ მე მიზანს ვერ ასრულებს. მიზანს არც ვერ ასრულებს და მეორეა რომ არც აქვს სახელმწიფოს იმის მონდომება რომ მიზნამდე მიიყვანოს. აქ მიშობილი რომ აი რამე რო იყოს, ხო, შენ დღეს არ ეძებ, არაფერს არ მაგრამ რა არის ყველაზე ცუდი, იცი? აი ამ ყველაფერი იქამდე მიდის რომ ზოგი იქ მანქანით მიდის. ხო შეიძლება თრობა რო კონდეს და ბევრი ტაქსისტია რომელიც დადის ბევრი აი რამე არ დამждал ხარ ტაქსი არასდროს და არ იგზნია რომ ძღოლი ცოტა თრობაში როა არ იგზნია ხო იგზნია ხო და აი ეს არის შემოკარგვა და იმას ოფიციალურად აქვს უკვე გაკეთებული მიღებული ეს დოზა მეტადონი ასე რომ ვთქვათ და უყურეთ აი ბევრი რაღაც არის ურთიერთ ეს საკითხით შეიძლება რაღაც ცვლილებები მაგ მიმართულებით ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსს ვიხებით ამ ეტაპზე გადავხედავთ და შემდეგ პოდკასტებში აუცილებლად დაგიბრუნდებით მაგ მიმართულებითაც რაც ცვლილებები ანუ რომ ეს ხო სამართალი ხო ერთი მეორეზე გადაჯაჭვულია მით უმეტეს ადმინისტრაციული სამართალი სისხლის სამართალი ნარკოტიკული ნივთიერებების თავში განსაკუთრებით შესაბამისად ადმინისტრაციული მიმართულებებით რაც ცვლილებები გამომდინარეობს ამასთან დაკავშირებითაც მოგაწვით ინფორმაციას და მოდი გია ცოტა ხანი შევეხოთ სტატისტიკასაც კი ბატონო. რა სტატისტიკა არის ქვეყანაში? 2018 წლის მონაცემებით სახელმწიფო ნარკოტესტირებაზე ყოველწლიურად 10-დან 16 მილიონი ლარამდე ხარჯავდა. და ამ ტესტირებების 75% იყო აბსოლუტურად სუფთა. ეხლა ეს ოდიში, ესე იგი ვიღაცა გააჩერეს გაუკეთეს ნარკოტესტირება, და სუფთა იყო. კი, 75%, ესე იგი დაიხარჯა რამდენი თანხა? 10-დან 16 მილიონამდე ხარჯავდა სახელმწიფოს. 2018 წლის მონაცემებით. ეხლა სხვათა შორის თუ ეს შეიცვალა და უშუალოდ ადამიანს, რომელიც გააჩერებდა, რომლის გადაყვანაც მოუნდებათ ნარკოლოგიურ დაწესებულებაში შემოწმებისთვის, იმას თუ მიეცემა შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად ჩაატაროს ტესტი, სახელმწიფოს დაეზოგება რა თქმა უნდა თანხა. მაგრამ რაღაცა დიდი ციფრია ნამეტანი. ნამეტანი დიდი ციფრია. ანუ ეს ოფიციალური სახელმწიფოს დარგი, რასაც სახელმწიფო თვითონ იქნება ასე, მაგრამ რაღაცა სხვა რაღაცას რომ მოხმარდეს, ახლა იქით მიყავს ალბათ ლაპარაკი, რომ რადგან ის თვითონ მიწავა და მართლა უმეტესად ასე იზამს ბევრი ადამიანი. იმედია ხო სახელმწიფოს დაეზოგება ეს თანხები. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგადად ნარკოტიკული დანაშაულებები საქართველოში მომხდარი დანაშაულებების 12%-ში არის და საკმაოდ პოზიტიური სტატისტიკა გვაქვს ნარკოტიკული დანაშაულებების გახსნის თვალსაზრისით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციას რომ დავეყრდნოთ 90% ნარკოტიკული დანაშაულებების იხსნება დაახლოებით წელიწადში 5000-ზე მეტი ნარკოდანაშაული ხდება. ნარკოდანაშაული ბოდიში განმარტება გავაკეთოთ. ნარკოდანაშაული ნარკოტიკის თრობის დროს რაღაცა დააშალა თუ ნარკოტიკი რომ მოიხმარა ეს ადანაშაული.
ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, ამაზეა. გადაგზავნა, დასაღება და ასე შემდეგ. არათრობაში როა გაკეთებული მაგრამ იქურდა ნახე ნარკოტიკული ნივთიერებების თხრობის ქვეშ განხორციელებული დანაშაულებები, რა თქმა უნდა, არის ნარკოტიკული, სხვა დანაშაულები. მაგალითად, ნარკოტიკული ნივთიერების თხრობის ქვეშ თუ ვინმეს დააყაჭაყებს, ეს არის ნარკოტიკული დანაშაულიც და არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ნარკოტიკული ნივთიერების თხრობის ქვეშ თუ ერთი ადამიანი მეორეს რაიმეს დაუშავებს, ეს არის ნარკოტიკული დანაშაულიც და ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ სტატისტიკაში შედის თუ არა? ამ რა თქმა უნდა შედის, ნარკოტიკული დანაშაული არის, მოხმარება ხო დანაშაულია და ესენი განყენებული დანაშაულებები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სტატისტიკაშიც შედის. ხო და ყურადღება არის გასამახვილებელი იმაზე, რომ მაშინ როდესაც სხვა დანაშაულებების დაახლოებით 70% იხსნება, ნარკოტიკული დანაშაულებების 90% იხსნება, იმიტომ რომ სხვა შორის სახელმწიფოს წლების განმავლობაში დაახლოებით უკვე 2005 წლიდან ძალიან დიდი ქსელი აქვს სახელმწიფოს ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტებიც ამ თვალსაზრისით გაიზარდა, ну მანამდეც არის ხო, უფრო ადრე გაიზარდა საერთაშორისო სტანდარტები, მაგრამ სახელმწიფომ დაიწყო აქტიურად უნდა ჩათვალა როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულებები და ძალიან დიდი ქსელი აქვს სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული ინფორმატორების, რომლებმაც ძალიან კარგად იცის რა ხდება ქვეყანაში, რომელ უბანში რა არის და მოკლედ ну короче ფაქტიც სახეზეა რომ 90% ის არ თქვა ხო მაგათ რა ქვია. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ის ძირითადი ასპექტები, რაზეც გვინდოდა რომ გვესაუბრა. ეს არის ის საკითხები არასრულად, რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ცვლილებას და განკაცრებულ სისხლისამართლის კოდექსს. ჩვენის მხრივ კიდევ გეუბნებით, რომ თუ რაიმე შეგვიძლია დახმარება, გვიგულეთ თქვენს გვერდით. აი რაც თქვი ამის წინ თავიდან ბოლომდე მეგობრებო, ვეთანხმები რომ ჩვენ შეგვიძლია თუ ხედავთ რომ თქვენი უფლებები ირღვევა, გინდათ სარეაბილიტაციო ცენტრში დაწვეთ ან უკვე ხართ სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტი, მოგმართეთ, მოვალთ, გასაგებია რომ ახლა თბილისშია და თბილისში ვარ ჩვენ და უფრო თბილისში მოგაკითხავთ, გავიზრდებით და სხვა რაღაცებსაც შემოგთავაზებთ, მაგრამ ერთი რაღაცა მაინც მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ნარკოტიკები ცუდი რამეა, მართლა ცუდი რამეა, გია. როგორც შენი უფროსი მეგობარი, მანამდეც მაგ ნათქვამი რომ ბევრი რაღაცა მაგ მოხმარებული, არც არ ყოფილვარ, არა დამოკიდებული არაფერზე, მაგრამ ერთი რაღაცა ვიცი რომ მოსაწევი მით უმეტეს და სხვა რაღაცები ისეთი ეიფორიას გაძლევთ, თითქოს გონია რომ მაგარი ტიპი ხარ, თითქოს გამოგდეს ყველაფერი, ეს არის სულთა სისულელე, მერე და მერე შედიხარ დეპრესიაში. ეს მეგობრებო ძალიან ცუდი რაღაცა არის და ჯობია ჩანსაღის ცხოვრების სტილით ვიცხოვროთ. რა თქმა უნდა. და რა ვიცი, დიდი მადლობა. პირიქით. და შემდეგი ალბათ ჩვენი გადაცემა იქნება ასე რომ ვთქვათ, პოდკასტი თუ რა ხდება როცა ხარ საჭესთან როგორ შეიძლება, იმიტომ რომ უფრო არის მოსაწევს ლაპარაკი ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ყველაზე ხელშესაყრებელი. ხო, ბევრი ადამიანი მაინც ეწევა ისე თუ ასე, და როგორ არის აქ? კი ბატონო, სიტუაცია იმას უფრო ხმად ჩაუწდებით და დაგველოდეთ მეგობრებო, სხვა პოდკასტებშიც ვისაუბრებთ საინტერესო საკითხებზე, თუ თქვენ რაიმე გაინტერესებთ, მოგწერეთ პირადში, დაგვიკომენტარეთ და აუცილებლად ვეცდებით რომ გიპასუხოთ მომდევნო პოდკასტებში. ასევე გამოიწერეთ ჩვენი TikTok, Facebook და YouTube გვერდები. არა ნარკოტიკებს.